22-23 სექტემბერს ფოთისა და ხობის ეპარქია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ახალი საქართველოს უნივერსიტეტში იმართება. კონფერენციის მთავარი თემაა ნეტარი ავგუსტინე ქრისტიანობის მასწავლებელი. სამეცნიერო შეკრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა კურთხევით ტარდება და ის უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს. კონფერენციას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე, სხვა სასულიერო პირები და ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ. მათ შორის გერმანიის კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის პროფესორი უდო რაინჰოლდ იეკი, კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ კლეფმანი და შჩენინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი იუახიმ ფონ ვედელი. მოწვეულმა სტუმრებმა მოხსენებები თეოლოგიასა და ფილოსოფიის მიმართულებით ნეტარი ავგუსტინეს ღვაწლის შესახებ წაიკითხეს. ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედება განხილულია სხვადასხვა ჭრილში, სხვადასხვა კუთხით დანახული. ეს არის სოციალურ კონტექსტში, პოლიტიკურ კონტექსტში, წმინდა რელიგიურ კონტექსტში და თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრება და ესეთი მონაწილეობა მასში არა მარტო ქართველი ფილოსოფოსებისა, თეოლოგებისა, არამედ ევროპიდან ჩამოგზავნებული იმ სპეციალისტებისა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა კვლევით საქმიანობაში, ძალიან დიდ საქმეს გაუწევს ახალ საქართველოში, ასე ვთქვათ, ახალი აზროვნების ჩამოყალიბებას. დღევანდელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედებას, გამორჩეულია იმით, რომ ის გახლავთ პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოში ტარდება ნეტარი ავგუსტინეს შესახებ. ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედება აქამდე საქართველოში მეტისმეტად ეპიზოდური, ფრაგმენტული შესწავლის საგანი იყო. ამას ის ადასტურებს, რომ მისი ნაშრომების თარგმანები ქართულ ენაზე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აღსარებანის ქართულენოვანი თარგმანი. დღევანდელი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედების შესწავლის საქმეში და ის სათავეს დაუდებს საქართველოში მისი შემოქმედებისადმი უფრო მეტ ინტერესს. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ დიდებულ კონფერენციაში ვიღებ მონაწილეობას. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი არამხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ დიდ როლს თამაშობს საქართველოსა და ევროპის სამეცნიერო წრეების დაახლოების საქმეში. აქ საუბარია ძირითადად თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიმართულებებზე. ჩემი მოხსენება შეეხება ნეტარი ავგუსტინის აზროვნების პოლიტიკურ ასპექტებს. ნეტარი ავგუსტინე გარდა იმისა, რომ იყო დიდი ქრისტიანი ფილოსოფოსი და თეოლოგი, ამავდროულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოაზროვნე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დასავლური პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში და მათ შორის პოლიტიკური თეოლოგიის განვითარებაში. ამდენად ნეტარი ავგუსტინეს შესახებ კონფერენცია არის მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული ფილოსოფიისათვის და ვფიქრობ, ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში ქრისტიანული ფილოსოფიის და ზოგადად ფილოსოფიის განვითარების საქმეში. აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლას დღეს სოხუმის